წამიყვანეს ჩემთან სახლში. უკვე ღამე იყო. სახლში ეს ამბავი არავინ არ იცოდა ჯერ კიდევ. მე მიყვანეს სახლში. მოითხოვეს მეზობლები შემოსულიყვნენ. რომ მოწმის სახით დასწრებულიყვნენ ეგრეთ წოდებულ ჩხრეკას, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, რომ ჩემი სახლიდან არაფერი არ მოუღიათ. მოწმის სახით შემოვიდა ჩემი თანატოლის, ჩემი მეზობლის, ჩემი ახლო მეგობრის მშობლები. გონერი ჩუხუა, ადამიანი, რომელმაც ხმა ამოიღო და მათ უთხრა, როცა მე გისქარდავამ და კოხტა კოდუამ. დედა ჩემმა როცა ნახა, დაიწყო ყვირილი და გახდა ცუდად. როგორც მოასულიერეს, მე გისქარდავამ და კოხტა კოდუამ დედა ჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს ჩემმა მეზობელმა გონერი ჩუხუამ ამოიღო ხმა და უთხრა თუ რა შვებოდნენ, რა საკეთებდნენ ისინი. ადამიანი ისე ცემეს, რომ ადგილზე მიაღებიეს ინსულტი. ეს ადამიანი დღემდე მეორეჯერ მიიღო მაგის მერე ინსულტი, მე მათთან შეთანხმებული ვიყავი, რომ ეს ყველაფერი აქ მომეყოლა. მე ამ ადამიანს უსურვებ ჯანმრთელობას, მისმა შვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბოდიშით რამოდენიმე წლის უკან წაიყვანა საფრანგეთში, რომ იქ ემკურნალა მამამისისთვის. ჩემი სახლიდან არაფერი არ ამოუღიათ. მე ისევ წამიყვანე სამმართველოში. მე მანახეს როგორ მიაყენეს დედა ჩემს ფიზიკური შეურაცხყოფა და მე შეიძლება მათთვის ყველანაირი ჩემს მიმართ შეურაცხყოფა მეპატიებია, მაგრამ მე არ ვაპატიებ მათ, რომ შეეხეს ჩემ გამჩენ გამზრდელ დედას. მაპატიე დედა ჩემო. გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ეგრეთ წოდებულ ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამა ჩემი და დედა ჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. ისევ დამაჩუქეს. მე გისქარდავამ დამადო თავში იარაღი. არა. ამოსაცნობ ოთახში შემიყვანეს, მე მათ იქით ვხედავდი, თვითონ მე ისინი ვერ მხედავდნენ. და მეუბნებოდა, რომ მე შენ ეხა გეისვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მე დავხოცავ შენ მშობლებსო. დავხოცავ შენ ძმასო, 14 წლის ბავშვს. ბოდიშით.